ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. Am წუთებში პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. ვუტა რობაქიძის საქმეზე კომისიის წევრები იამეტრეველს უსმენენ. დღეს განიხილება ასევე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ასებული ვითარება 2003-12 წლებში. სამოქალაქო საზოგადოების როლი ამავე პერიოდში და 2012 წლიდან დღემდე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. პარლამენტში დაბერებულები იყვნენ ნიკა გვარამია და ზურა გირჩი-ჯაფარიძე, თუმცა კოალიცია ცვლილების ლიდერები სხდომაზე მისვლას არ აპირებენ, რის გამოც კომისიის გადაწყვეტილებით მათი საქმეები პროკურატურას გადაეცემა. პარლამენტს და კესო კაფეენძეს ჩართვათ ახლა პირდაპირ ეთერში კესო ბოლო ინფორმაციას ველოდებით ჩვენგან. დაახლოებით 1 საათია იამეტრეველი ვუტა რობაქიძის დედა საკუთარ ტრაგედიაზე საუბრობს. იამეტრეველმა დეტალურად გაიხსენა 2004 წლის 23 ნოემბრის ღამე, გიორგობის ღამე, როდესაც მისი შვილი ვუტა რობაქიძე მეგობრებთან ერთად გააჩერა საპატრულო პოლიციამ დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე წერეთლის გამზირზე და ის შემთხვევით ტყვიას ემსხვერპლა პოლიციის მხრიდან გასროლილს, როგორც იამეტრეველი ყვება იმის ნაცვლად, რომ პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეღიარებინა არსებული ბრალი მის შვილს და მის მეგობრებს კრიმინალური საქმე შეუკერეს, გააყალბეს შემთხვევის ადგილი, მათ მიუტანეს ბიჭებს მიუტანეს და ჩაუდეს სხვადასხვა იარაღი და მათი კრიმინალებად შერაცხვა გადაწყვიტეს. 3 დღის განმავლობაში უმოწყალოდ ცემდნენ ვუტას მეგობრებს, რომ ეღიარებინათ არჩადენელი დანაშაული და დაებრალებინათ კრიმინალობა, როგორც იამეტრეველი ყვება. იამეტრეველი საუბრობს იმ პერიოდში ეგრეთ წოდებულ ნულოვან ტოლერანტობაზე, რომელიც წინა ხელისუფლების პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა და როგორც იამეტრეველი ამბობს, გარდა ვუტა რობაქიძისა 162 ახალგაზრდა ემსხვერპლა ქუჩაში ამ ნულოვან ტოლერანტობას. ის ასევე საუბრობს სხვა მსხვერპლებზე, სანდრო გვირგვლიანზე, ზურა და იური ვაზაგაშვილებზე, ზურა კვინტრაძეზე და გიორგი გამცემლიძეზე. ის საუბრობს როგორც მათი ჭირისუფალი, მან ასევე ახსენა ირინა ენუქიძე და ის ამბობს, რომ აქ სასაუბროთ არა მხოლოდ საკუთარი შვილის, არამედ სხვა დაღუპული ბიჭების საქმეზე სასაუბროთაც არის მოსული. სწორედ იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დღეს ქუჩაში დგანან, რადგან ისინი ზოგი მაშინ დაბადებულიც არ იყო და ან ძალიან პატარა იყო და არ შესწრებია და არ უნახავს ეს ყველაფერი და ამიტომ მინდა რომ მე როგორც ესე განადგურებულმა დედამ მათ მოვუყვე ეს ყველაფერი სინამდვილეში რას წარმოადგენდა ის რეჟიმი და რას წარმოადგენდა ის მთავრობა, რისთვისაც ახლა ეს ბავშვები სწორედ მათ წისქვილზე ასხავენ წყალს. მე მარტო ვუტას ჭირისუფალი არა ვარ აქ მოსული, აქ ვარ მე როგორც ბატონი იურა ვაზაგაშვილის და ირინა ენუქიძის ასევე ჭირისუფალი სანდროსიც და ზურასიც, რადგან ისინი ცოცხლები აღარ არიან სწორედ იმ ხელისუფლების ხელით. წარმოიდგინეთ, ამათი ბოროტება ჯერ აქედან ჩანს დიდუბის ეკლესიასთან, ზუსტად წინ ეკლესიის წინ გიორგობის დღეს ჩაატარეს ეს უბედურება. გააჩერეს ეს ბავშვები, ეტყობა ბევრნი იჯდნენ, 6 ბიჭი იყო და ამ მანქანაში რო ეს 6 ბავშვი იჯდა, რაღაცა მოეჩვენათ, გაძლიერებული დაცვა იყო, რადგან წლის თავზე იმობდნენ. და არ ვიცი ახლა რატო, გააჩერეს უბრალოდ და სხვათა შორის ამ პატრულთან ჩვეულებრივი საუბარი მიდიოდა, რომ გააჩერეს, ბუტა მიულოცა გიორგობა, ეს მინდა აღვნიშნო და უცებ რომელიღაცა პატრული, რომელიც მანქანაში იჯდა, რაღაცა მოეჩვენა, გამოიძახა დამხმარე პატრული. მოვარდა უცებ დამხმარე პატრულები, უამრავი, უცებ ატყდა იქ ამბავი, ჩქარა დაწექით, კადრებში ჩანს ეს ყველაფერი კარგად და დაუწყეს ამ ბავშვებს ცემა და იყო ერთი ამბავი და უცებ ბუტა გაშტერებული, გაკურებული, იმიტომ რომ განსაკუთრებული ბიჭი იყო ბუტა, ძალიან წესრიგიანი, ხელებაწეული იყო ბუტა და დაწექიო და ხოვწვებიო, რატო მაგინებო ბუტას უთქვამს და ამ მომენტში მოხდა გასროლა. საბედისწერო აღმოჩნდა ეს უბედურება, ეს გასროლა ბუტასთვისაც და ჩემთვისაც და უკვე რომ ბავშვი დავარდა, იმის მაგივრად რომ აეტეხათ ამბავი და მიეხედათ ბავშვისთვის, უკვე აღარ იცოდნენ რა ექნათ, აფორიაქდნენ, დაიბნენ. დაუწყეს ამ ბავშვებს რტყმევა, მე მინდა აღვნიშნო 2 პატრული, განსაკუთრებული სისასტიკით, რომლებიც გამოირჩეოდნენ, ეს იყო მაიზერ ლიპარტელიანი ერთ-ერთი და მეორე იყო
ლობჟანიძე ისინი დაჭერილები იქნენ, თუმცა მიშამ გაანთავისუფლა. ყვიროდა თურმე ბავშვები უშველეთ და უკვე ეს ლიპარტელიანები ესე მივარდნენ და არეულები უკვე თვითონაც აღარ იცოდნენ და შენ მოკალი შენ ეს როლე ამ ბავშვებს ეუნებოდა. პატრულის თანამშრომელს გაუვარდა გვარად ბაშალეიშვილს და თქვენი ვაჟი დაეცა 19 წლის. თქვენი ვაჟი დაეცა და იმის მაგივრად რომ პირველი რეაქცია იყოს მისი გადარჩენა. ირთვება მთელი სახელმწიფო მანქანა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პიარი ბატონი გურამ დონაძე და მაშინდელი ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი დრამატურგი და მარჯვენა ხელი მიდის შემთხვევის ადგილას, მას მანქანაში ყავს როგორც თქვენ ბრძანეთ ოპერატორი და იწყებენ დაგეგმვას რა მოიფიქრონ. იამეტრაველის შემდეგ დღევანდელ სხდომაზე უნდა მოესმინეთ ნიკა გვარამიასთვის და ასევე ზურა გირჩი-ჯაფარიძისთვის, რომლებმაც დღეს კომისიაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადეს სოციალური ქსელის მეშვეობით. კომისიის დაწყებამდე კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ორივე პირზე ნიკა გვარამიაზე და ზურა გირჩი-ჯაფარიძის თაობაზე მიმართავენ პროკურატურას, რომ საქმე დაიწყოს სისხლის სამართლის 359 მუხლით, რაც კომისიის დაუმორჩილებლობისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთასთან ჯარიმას გულისხმობს. ასევე ისაუბრეს გივი თარგამაძეზე, რომელიც წინა კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა. დღეს საერთო ჯამში სამ პირზე გივი თარგამაძეზე, ზურა გირჩი-ჯაფარიძეზე და ნიკა გვარამიაზე მიმართავს პროკურატურას კომისია. დღეს ჩვენ სხდომა უნდა გაგვეხსნა ბატონი ნიკა გვარამიას მოსმენით. 10-ზე გახლდათ ის დაბარებული, თუმცა ის არ გამოცხადდა, ასევე საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ არაპირებს კომისიაზე გამოცხადებას. ჩვენ გვაქვს წინა კვირიდან დარჩენილი საკითხი, რომელიც ეხება გივი თარგამაძეს, პირადად ჩაიბარა მან შეტყობინება და შემდეგ ასევე საჯაროდ, როგორც სხვა პირებმა განაცხადა, რომ ის არაპირებს კომისიაზე მოსვლას და 3 აპრილს, როცა ის იყო დაბარებული, ჩვენ ყველამ ერთად ნახეთ, რომ რეალურადაც არ გამოცხადდა. ასევე ჩვენ დღევანდელ სხდომაზე 11 საათზე ველოდით ბატონ ზურაბ გირჩი-ჯაფარიძეს. შეტყობინების პროცედურა აქაც არის დასრულებული და მან გუშინ როგორც სამდივნო გვატყობინებს ოფიციალურად მოიწერა სამდივნოს ოფიციალური არხებით საყვედური, რომ ვაწუხებთ მას, იმიტომ რომ მან ბევრჯერ განაცხადა, რომ ის არაპირებს კომისიის წინაშე გამოცხადებას არც დღეს და არც მომავალში. შესაბამისად, დღეს პროკურატურის წინაშე იგზავნება გივი თარგამაძის, ნიკა გვარამიასა და ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის საქმეები სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. კომისიას შემდეგი საკითხი განსახილველად აქვს წინა ხელისუფლების დროს ეგრეთ წოდებული ზილების რევოლუციის საქმე, რომელზეც უნდა დაიკითხნონ ლერი ლევან და ბესიკ ბერიტაშვილები. კომისია რამდენიმე წუთში მოისმენს მათ. მადლობა. პარლამენტიდან კესო ქაფეანიძე საუბრობდა. სასამართლომ ირაკლი ოქროაშვილს 20,000 ლარიანი გირაო შეუფარდა. მის გამოძიების დასრულებამდე ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან, მას ბრალი 359 მუხლი წაუყენეს, რაც ჯარიმას 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ოქროაშვილთან კომისიას კითხვები ჰქონდა აგვისტოს ომთან დაკავშირებით. საკალათო სასამართლოსთან ჟანა აკოფაშვილს ჩართვათ ახლა პირდაპირ ეთერში. ჟანა, დეტალებს ველოდებით ჩვენგან. ირაკლი ოქროაშვილს, რომელიც საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე არის ბრალდებული, აღკვეთი ღონისძიების სახით 20,000 ლარიანი გირაო შეეფარდა და საქმეზე გამოძიების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა აეკრძალა. სასამართლომ დღეს სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ამბობდა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხრიდან არსებობდა დანაშაულის ჩადენის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხე. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გამოაცხადა და გირაოს გადახდის ვადად ირაკლი ოქროაშვილს 30 დღე განუსაზღვრა, თუმცა თავდაცვის ყოფილი მინისტრი არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს მიერ შეფარდებულ 20,000 ლარიან გირაოს არ გადაიხდის.
მორამის გამოძიება უნდა 15 წლიანი ხანდაზმულობის და ყველა საქმეზე გასული აქამდე გამოიძიება. თავისუფლება არ ეზოება არც 20,000 ლარად, არც 50,000 ლარად, არც საზღვრის კვეთის აკრძალვას. თავისუფლებას აქვს სხვა ფასი. თქვენ რომ გირაოს გადახდას გირჩევნიათ წახვიდეთ ციხეში. შეიძლება ასეც ვთქვათ. კონკრეტული საფრთხე იქნას აცილებული, ამისთვის აუცილებელი კონკრეტული ზომები იქნას მიღებული. კანონმდებელი ჩვენ გვაგზავნოს უფლებას გამოვიყენოთ კონკრეტული სახე, როგორც აქტობის ღონისძიების, ასევე მოვთხოვოთ დამატებით ღონისძიების სახე, ეს იყო ამ შემთხვევაში სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა, რაც ვფიქრობ, რომ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას. ამ შემთხვევაში სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია. მოცემულ შემთხვევაში, ახლა როდესაც ვსაუბრობ ჩვენ კონკრეტულ ბრალდებულზე, ირაკლი ოქროაშვილზე, ჩვენ საქმის მასალებშიც მითითებული გვაქვს შემდგომლობის დასაბუთებისთვისაც გამოვიყენეთ, რომ მას წარსულში კონფლიქტი ჰქონდა კანონთან, ეს არ იყო პირველი შემთხვევა მისი არაკანონმორჩილი ქმედებისა, მის მიმართ არაერთი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი გამომტყუნებელი განაჩენის სახით, შესაბამისად ეს განმეორება ხასიათობს ბრალდებულს და შესაბამის კონკრეტული სახის მოთხოვნისას ეს განმეორება ხდება მხედველობაში მიღებული. ირაკლი ოქროაშვილს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი. პარლამენტში 26 მარტს იყო დაბარებული. საგამოძიებო კომისიის წევრებს მისი მისამართით შეკითხვები ჰქონდათ აგვისტოს ომსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა ირაკლი ოქროაშვილი პარლამენტში არ გამოცხადდა, რის შემდეგაც საქმე პროკურატურას გადაეცა. მადლობა ჟანა აკოფაშვილი საუბრობდა საქალაქო სასამართლოდან. თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა სკანდალი ევროკავშირის გარშემო, რომელიც არასამთავრობოების გაუმჭვირვალე დაფინანსებას ეხება. ევროკავშირმა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე 2021-23 წლებში 7 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა. გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით ინფორმაცია მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც ევროკავშირის კონტროლის პალატამ და მისმა წევრმა ლაიმა ანდრიკენემ დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად დაუდგენელია რა თანხები, რა მიზნებით და რომელ არასამთავრობოებს ერიცხებოდა. ამ თემაზე უკვე შოთა ფალაონიშვილი მუშაობს, ის კურიერ შემოურთება, გისმენთ შოთა. მორიგი სკანდალური ჟურნალისტური მასალა ამჯერად ევროკავშირისა და არასამთავრობო სექტორის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით გერმანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა სტატიაში საკმაოდ ვრცლად არის საუბარი 2021-23 წლებში ევროკავშირის სტრუქტურებიდან გასულ მილიარდობით ევროზე, რომელიც დაიხარჯა არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაში და არ არის გამორიცხული, რომ ეს დაფინანსება მეტწილად იყო დაკავშირებული პოლიტიკური ლობიზმის წარმოებას. ევროკავშირის კონტროლის პალატა არის დაინტერესებული ამ საქმით, გარდა ამისა, ყველაზე მსხვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანებები ითხოვენ გამოძიებას ამ საქმესთან დაკავშირებით, როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ხშირ შემთხვევაში თანხების დიდი ოდენობა გაიცემოდა სრულიად გაუმჭვირვალედ. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ევროკავშირის დაფინანსება ზედმეტად გაუმჭვირვალეა. გაურკვევლობის მიზეზი ისაა, რომ ამ დაფინანსების შესახებ ინფორმაცია ფრაგმენტულია და შესაბამისად არასანდო. საქმე წვრილ მანებს არ ეხება. 2021-23 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა 7 მილიარდ ევროზე მეტი მიიღეს. ისეთი მნიშვნელოვანი დარგებისთვის, როგორიცაა თანადგომა, კვლევა, მიგრაცია და გარემოს დაცვა. ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს კვლავ მეტი მტკიცებულება სჭირდებათ იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის მხრიდან საგრანტო სისტემის განაწილება სამართლებრივი პრინციპის დარღვევით ხდებოდა, განსხვავებული არის მმართველი გუნდის შეფასება. ქართულ ოცნებაში დარწმუნებულნი არიან, რომ გაუმჭვირვალე სახსრები, რომელიც აქტიურად ირიცხებოდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, ბიუჯეტში, ხმარდებოდა კონკურენტებისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტირებას. ამის მაგალითი ქართული ოცნების წევრების თქმით არის გასული 4 წელი და ის პოლიტიკური პროცესები, რომელიც საქართველოში სწორედ ევროკავშირის საგრანტო სისტემებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იმართებოდა. ჩემთვის ეს დასკვნა არის ევროკავშირის შიგნით მიმდინარე პროცესები, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება საქართველოს შექმნილი სიტუაციისგან. ევროკავშირში რაც მოხდა არალთა კავშირში არ მოხდება საქართველოსთან. მე არ ვარ პოლიტიკური მომხიბვლელი, მე შემიძლია ზოგადად გავგაქცეთ პასუხი საქართველოს კონტექსტზე, მე არ ვარ პოლიტიკური აგენტი, ვარ პოლიტიკოსი და ვპასუხობ საქართველოს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე.
უახლოესწრები 7 მილიარდის ოდენობის თანხაზე არის საუბარი, სადაც კონტროლის პალატამ თვითონ ევროკავშირის პირდაპირ ამხილა, რომ 2021-2023 წლის განმავლობაში ეს 7 მილიარდი იყო NGO-ებზე გადანაწილებული, სხვადასხვა მიზნობრიობით უნდა დახარჯული იყო და აბსოლუტურად ნულოვანი გამჭვირვალობა ისინი ვერ აგნებენ ვერანაირ, ასე ვთქვათ, დაფინანსების წყაროდან დაწყებული, დაფინანსების საბოლოო ადრესატამდე დამთავრებული არის აბსოლუტური ბუნდოვანება. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო. წლების განმავლობაში ეს მდიდარი NGO-ები აორგანიზებდნენ საქართველოში რევოლუციურ სცენარებს, ქაოტურობას, რაღაცა ისეთ პროპაგანდას გვახველდნენ თავს, რომელიც აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის იდენტობასთან. გერმანული მაუწყებლის მიერ გავრცელებული ჟურნალისტური მასალა უკვე მეორე სკანდალური ინფორმაციაა ევროკავშირის მხრიდან არასამთავრობო სექტორის სუბიექტური მიზნები დაფინანსების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ზოგადად კი ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ ხშირად კეთდებოდა კომენტარები უნგრეთში, სადაც პოლიტიკოსები, მათ შორის პრემიერი ორბანი და სხვა მისი პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მიზანმიმართულად იქ მოქმედი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან ხდებოდა ოპონენტების და პოლიტიკური პირების დისკრედიტირება და თანხები, რომელიც მილიონობით ევრო შეადგენდა უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების აზრით, ხმარდებოდა სწორედ არა სამოქალაქო სექტორის განვითარებას, არამედ ოპონენტების პოლიტიკური გზიდან ჩამოშორებას. მადლობა შოთა ფალანდიშვილი საუბრობდა პოლიტიკური შეფასებებით პირდაპირ ეთერში. უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის თანხმობა დაჭირდება. თანხმობის გარეშე გრანტის მიღება აკრძალული იქნება და ამ შემთხვევაში სუბიექტს პასუხისმგებლობა დაეკისრება. ქართულ ოცნებას გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს. პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ინიციატივის მიხედვით მთავრობას 10 დღიანი ვადა აქვს თანხმობის გასაცემად, თუ მთავრობის გადაწყვეტილება გასაჩივრდება, ეს მის მოქმედებას არ გააჩერებს. კანონი ადგენს გამონაკლისსაც, ეს არის სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი, განათლებისა და მეცნიერების სფერო, ასევე წესი არ გავრცელდება საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებზე. კეთი ზანთარაია მუშაობს თემაზე, ის პირდაპირ ეთერშია, კეთი გისმენთ. გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებზე მსჯელობას პარლამენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს. მანამდე კი დღეს ჩვენ მოვისმინეთ პირველი კომენტარი თავად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტად იმყოფება უზბეკეთში და ჟურნალისტებთან საუბრის დროს ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მან ყურადღება გაამახვილა, სწორედ იმას უკავშირდებოდა, რაც გახდა ცნობილი სწორედ მართული პარტიის წარმომადგენლების მხრიდან და კანონში ცვლილებებს. უკავშირდება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უცხო არ არის ის, რომ კონკრეტულ დაფინანსებას, რომელიც უცხოეთიდან შესაძლო არის ირიცხებოდეს სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებში თუ არასამთავრობო სექტორში, შესაძლოა ამას და ხშირ შემთხვევაში მისი შეფასებით კონკრეტული ინტერესი მოჰყვება. ამის არაერთი მაგალითი დაასახელა, მაგალითად დროას შემთხვევა და ასევე პარლამენტის თავმჯდომარის თქმით იმ კამპანიის რომანტიზება, რომელიც მაგალითად უკავშირდება იმას, რომ აქციების დროს კონკრეტულ ქმედებებს ახალისებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და საუბარი არის მაგალითად მოლოტოვის კოქტეილების სროლასთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილმა დღეს საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით და თქვა, რომ ის იქნება ორი მიმართულებით ძირითადად პარლამენტის თავმჯდომარის თქმით საუბარი არის არა გრანტის მიღების დროს მთავრობის მხრიდან ნებართვის მიღებაზე, არამედ თავად დონორების მხრიდან თანხის გაცემასთან დაკავშირებით. არჩევნების მიხედვით თუ როგორი ჩარევა ხდებოდა გარედან ჩვენს არჩევნებში, ჩვენს დემოკრატიაში, ხალხის მიერ ნების ფორმირებაში, სამწუხაროდ ეს იქცა ჩვეულ საქმედ, რომ ხდება დაფინანსება პოლიტიკური პარტიების, ხდება დაფინანსება საარჩევნო კამპანიის ქვეყნის გარედან. ამიტომ ამას რა თქმა უნდა სჭირდება შესაბამისი მოწესრიგება. ორ საკითხს ეხება ეს პაკეტი. პირველი ეხება პარტიების დაფინანსებას. პარტიებს არანაირი უცხოური დაფინანსების მიღება არ შეეძლებათ, მათ შორის ესეთი სემინარების თუ სხვადასხვა ასეთი ღონისძიებების სახით. რა თქმა უნდა, როცა საუბრობთ ჩვენ პოლიტიკოსებს, რომელთაც ქართული ხალხის სახელით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როდესაც ის იღებს ფულს უცხოეთიდან, ის რა თქმა უნდა შემდეგ არის იმისი რისკი, რომ ის იმოქმედებს უცხო ქვეყნის ინტერესებს. მეორე, რაც შეეხება გრანტების საკითხს. აქაც ჩვენ
ხედავთ, რომ სამწუხაროდ არის ბევრი უპასუხისმგებლო დონორი, გასცემენ, მისცემენ ფულს, შემდეგ ამ ფულით ხდება მოლოტოვის კოქტეილის რეკლამირება, ხდება ფაშისტური კამპანიების განხორციელება, ხდება ძალადობრივი აქტები, ეკითხები დონორებს, ისინი ხელს იბანენ, რომ პასუხისმგებლობა მათი თითქოს არ არის. ასე რა თქმა უნდა, არ გამოვა და არ შეიძლება. სისტემა იქნება, რომ დონორს უნდა მიიღოს თანხმობა, არა NGO-მ, არამედ დონორმა, ანუ ეს არის თანხმობა არა გრანტის მიღებაზე, არამედ ეს არის თანხმობა გრანტის გაცემაზე. გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით მოვისმინეთ ხელისუფლების ოპონენტების პოზიციაც. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ცვლილების ერთადერთი მიზანი არის ის, რომ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები დარჩნენ პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების გარეშე. კომპლექსურად ყველა ეს კანონი ემსახურება ერთ მიზანს, რომ კრიტიკულად განწყობილი ადამიანი იყოს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების გარეშე ქვეყანაში. ანუ ვერ ატარებდეს ლექციას, ვერ იღებდეს დაფინანსებას, არ ჰქონდეს უფლება პოლიტიკური მოღვაწეობის. ყველა ადამიანი ხდება, რაც მოაზროვნე, რომ ყველა ამ ცვლილებების მიზანი საბოლოო ჯამში გახავთ ის, რომ არ არსებობდეს დამოუკიდებელი ფინანსური წყაროები ქვეყანაში. ქართველი ხალხი თავად გასცემს პასუხს აი ამ სამარცხვინო ავტოკრატიულ ნაბიჯებს, რომელსაც ისინი ფორსირებულ ტემპში დგამენ. ქართველმა ხალხმა მათ ამ ანტიდასავლურ და ანტიქართულ სპეცოპერაციას სათანადო განაჩენი უკვე გამოუტანა. მართლ პარტიაში ამბობენ, რომ მათი ინიციატივის მთავარი მიზანი არის არა ის, რომ ვინმეს აეკრძალოს გრანტის მიღება ან მისი გაცემა, არამედ მთავარი მოტივი, რის გამოც ეს ცვლილებები მოამზადეს, უკავშირდება იმას, რომ ამ გრანტის გაცემის და მიღების მიღმა არ იდგეს კონკრეტული ინტერესი. ის მიზანი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ერთის მხრივ იმ სიკეთების დაცვას, რომელსაც საგრანტო პროგრამა ქვია, ხოლო მეორეს მხრივ უნდა იყოს ასევე დაცული, რომ ამ ასე ვთქვათ, საფარქვეშ არ იყოს სხვადასხვა დინებები, რომელიც შეიძლება რომ აქ სახეზე იყოს, ბუნებრივია ესეც უნდა იყოს დაზღვეული. ამიტომ ბუნებრივია ჩვენ ვიმოქმედებთ ოქროს წესის პრინციპით და შესაბამისად დავიცავთ ერთის მხრივ საგრანტო სულისკვეთებას, ხოლო მეორეს მხრივ ასევე დავიცავთ ცხადია და მათ შორის ეს რეგულაცია მინდა გითხრათ ემსახურება თვითონ გრანტის ნათელი მხარის პრინციპების დაცვას. ამის ქვეშ რაც უნდა მოიაზრებოდეს, სწორედაც ამას გულისხმობს. არავის არ ეკრძალება წმინდად საგრანტო ან გრანტის გაცემა ან გრანტის მიღება. აქ საუბარია იმაზე, რომ არ იყოს შემღალული, რომ იყოს გრანტი დარქმეული და ემსახურებოდეს უცხო მიზნებს. გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დეპუტატებმა ჯერ უნდა იმსჯელონ საკომიტეტო ფორმატში, ამის შემდეგ კი საკითხზე განხილვა უკვე გადაინაცვლებს პლენარული სხდომის ფარგლებში. მადლობა, ქეთი ზანთარა ესაუბრობდა პირდაპირ ეთერში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე, მათ შორის საპარლამენტო დონეზე. ვიზიტის ფარგლებში შალო პაპუაშვილმა შეხვედრა გამართა მალტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთანაც. ქართული დელეგაცია უკვე მესამე დღეა ტაშკენტში მიმდინარე საპარლამენტო კავშირის 150-ე ასამბლეაში მონაწილეობს. საქართველო-ამერიკის ურთიერთობები იყო ღამის კურიერის ერთ-ერთი მთავარი თემა. ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრისას განიხილეს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ტრამპის ადმინისტრაციასთან კარგი დიალოგი აქვს. ის გამოთქვამს იმედს, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები აღდგება და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა. ელჩი წარმოადგენს ადმინისტრაციას, ის წარმოადგენს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მას აქვს ოფიციალურად ისაუბროს ფაქტიურად ახალი მთავრობის სახელით და ჩვენ გქონდა საუბარი თანამშრომლობაზე, თანამშრომლობის პერსპექტივებზე, თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობაზე, მათ შორის ეკონომიკაზე და ეკონომიკის მიმართულებით რა პრიორიტეტები შეიძლება იყოს ამ თანამშრომლობის ძირითადი საგანი. აქედან გამომდინარე ვსაუბრობ, ერთის მხრივ ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ახალი ადმინისტრაცია, ახალი პრიორიტეტებით, მიზნებით და ამოცანებით, მათ შორის იდეოლოგიით, რომელიც სრულად თანხმედრაშია ჩვენი ხელისუფლების იდეოლოგიასთან, ღირებულებებთან და ხედვასთან და ეს წინაპირობები ქმნის კარგ საფუძველს იმისა, რომ ამაზე ჩვენ ავაშენოთ თანამშრომლობა და ის სტრატეგიული თანამშრომლობის
შეთანხმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, რომელიც სამწუხაროდ წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა და დააზიანა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აღდგება და ეს ყველაფერი განახლდება და მე იმედი მაქვს, რომ თვისობრივად და ხარისხობრივად ახალ ეტაპზე შეიძლება გადავიდეს. გვესმის წარმოვიდგინოთ, რომ ახალი ადმინისტრაციას გააჩნია ძალიან ბევრი პრიორიტეტი, გამოწვევები მსოფლიოში ძალიან ბევრია და გამოწვევები პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, თუ და აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამას ჭირდება დრო, რომ ეს დინამიკა ჩვენ ყველამ ერთად დავინახოთ. უკვე მესამე დღეა ვარდნა ამერიკულ საფონდო ბირჟებზე. ტრამპის დაწესებული ტარიფები ამერიკის, აზიის და ევროპის ბირჟებზე აქციების გაუფასურების მიზეზია. უკვე გაჩნდა ტერმინი სავაჭრო ომი, რომელთაც ექსპერტები პროცესს მოიხსენიებენ. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სავაჭრო ომი ამერიკასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ეკონომიკის შენელებას გამოიწვევს. საერთო ზარალი კი უკვე $5.5 ტრილიონ ახსოვს. ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს დაწესებული ტარიფების დაპაუზებას, თუმცა სამართლიანი შეთანხმებებისთვის მზადაა. ამავე დროს ევროკავშირი საპასუხო ღონისძიებების პირველ პაკეტს ამზადებს. ტრამპის ტარიფებს პროტესტი მოყვა ჩინეთში. ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ ამერიკა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს არ ღვევს. ამერიკა ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს. განცხადება ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ისრაელის პრემიერთან პრესკონფერენციაზე გააკეთა. ამერიკის პრეზიდენტმა 12 აპრილს ოფიციალურად ირანთან მნიშვნელოვანი შეხვედრა დაანონსა და დაიმუქრა, რომ თუ მხარეები ბირთვული პროგრამის შესახებ გარიგებას ვერ დადებენ, ირანი დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ტრამპმა ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზეც. განაცხადა, რომ რუსეთს ტარიფები არ დაუწესა, რადგან ქვეყანა ომშია და მასთან ბიზნესს არ აწარმოებენ. აქტიური საბრძოლო მოქმედებებია უკრაინაში. ყველაზე ცხელი წერტილებია პოკროვსკის, ლიმანის და კურსკის ოლქები. ბოლო 24 საათში ფრონტზე 120 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ზელენსკიმ პირველად დაადასტურა, რომ უკრაინული ძალები რუსეთის ბელგოროდის ოლქში არიან შესულები. მთავარი მიზანი კი სუმისა და ხარკოვის მოსახლეობის დაცვა. იტალიაში უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლების მოსწავლეები გაიფიცნენ. პროტესტს 20-ზე მეტ ქალაქში ათასობით ადამიანი შეუერთდა. დემონსტრანტები უკმაყოფილოები არიან პრემიერის და ევროკავშირის პოლიტიკის. მიაჩნიათ, რომ იტალია და ევროკავშირი ზედმეტ თანხებს ხარჯავენ იარაღსა და სამხედრო პროექტებზე. პარალელურად ისინი აპროტესტებენ განათლების ბიუჯეტის შემცირებას. ადმინისტრაციული წესით ორი პირი დააკავეს გვიან ღამით რუსაოლზე მიმდინარე აქციის დროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაკავების დროს აქციის რომელიმე მონაწილემ დაზიანება მიიღო. უწყების ცნობით, მამაკაცს ფეხზე უკბინა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა მიუსაფარმა ძაღლმა. დაიწყო ძლიერი სისხლდენა, რის მერეც ის სასწრაფო დახმარებამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა კი სტაბილურია. განცხადება გავრცელა სახალხო დამცველის აპარატმა, რომელშიც წათქვამია, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 3 პირი მოინახულეს. ომბუდსმენის ცნობით, 2 მათგანმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ განაცხადა. მორიგი დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად მეთადონი, სუბუტექსი და ჰეროინი ამოიღო. მტკიცებად არის ამოღებული ასევე ელექტროსასწორები. გამოძიება 260 მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულებს შორის ერთი აზერბაიჯანის მოქალაქეა. ყალბი დოლარის გასაღების ფაქტზე პოლიციამ შიდა ქართლში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა ჯამში $5,000 ოდენობის ყალბი 100 და $50 კუპიურები გაასაღა. ყალბი ფული სამართალდამცველებმა სრულად ამოიღეს. ბრალდებულს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შიდა ქართლის რეგიონში გასაღებულ იქნა საერთო ჯამში $5,000 ოდენობის ყალბი 32 ცალი $100 და 36 ცალი $50 კუპიურა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 212 მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთა 7-დან 10 წლამდე ვადით. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ქსელიდან სრულად არის ამოღებული სოფლის ნობათის რძის ის პარტია, სადაც ალფა-ტოქსინ M1 დაფიქსირდა. პროდუქციის ამოღების პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით ზედამხედველობას უწევდა სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფი. უწყება აცხადებს, რომ ამჟამად ქსელში არსებული სოფლის ნობათის პროდუქცია შეესაბამება უვნებლობის სტანდარტს. რძის მწარმოებელი კომპანიების კონტროლი და ლაბორატორიული კვლევები კი გრძელდება.
მერია საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროექტს განაგრძობს. დღეს დამატებით 3 ოჯახი დაკმაყოფილდება. 2017 წელს დაწყებული პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ფართი უკვე 3000-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა. თემაზე დღეს თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე ისაუბრა. კიდევ ერთი თემა იყო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სხვადასხვა რაიონში სრულდება. კახაკალაძე ისაუბრა ასევე რეკრეაციული სივრცეების განვითარებაზე, პარკებისა და სკვერების განახლებაზე. დღეს მდგომარეობით 3059 ოჯახს დაუკანონეთ საცხოვრებელი ფართები. ეს არის ის შენობა ნაგებობები, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, იყო სახელმწიფო საკუთრებაში. ეს ოჯახები ათეული წლებია ცხოვრობდნენ ამ ფართებში და ვერ ახერხებდნენ დაკანონებას. რა თქმა უნდა, ეს იწვევდა ძალიან დიდ უკმაყოფილებას, თუმცა ჩვენ დავიწყეთ ამ პრობლემის მოგვარება და რა თქმა უნდა, ეს არის წარმატებული პროგრამა, რომელიც დღესაც გრძელდება. დღეს მთავრობის ხდომაზე კიდევ 3 ოჯახს დავაკმაყოფილებთ ნაძალადევის, საბურთალოსა და კრწანისის რაიონებში, თუმცა ამავდროულად მინდა მიმართო ყველას, ვინც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგახართ, აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობა, სადაც ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად დაგეხმარებიან, გეტყვიან თუ რა საბუთები არის შესაძლებელი. საქართველოში ქართული ასოციაციის ორგანიზებით მოზარდ მაყურებელთა თეატრში ნავროზის აღსანიშნავად ღონისძიება ჩატარდა. ნავროზი წელს საქართველოში მეოთხედ აღინიშნა. დღესასწაული ქურთი თემისთვის თავისუფლებასთან ასოცირდება. ღონისძიებას ესწრებოდა ქურთისტანის მსოფლიო კონფედერაციის თავმჯდომარე, რომელიც საქართველოში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა. დიასპორამ მას ჯილდო გადასცა. მოხარული ვარ, რომ საქართველოშიც აღინიშნება ნავროზის დღესასწაული. ეს არის ქართულ-ქურთული ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანი, რადგანაც ეს არის ნიშანი თუ რამდენად კარგად ცხოვრობენ ქურთები საქართველოში და რამდენად კარგად არიან ინტეგრირებულები ქართულ ხალხთან. მოხარული ვარ, საქართველოში ჩვენ უკვე ქურთები ამას მეოთხედ აღნიშნავთ ამ ღონისძიებას. ყველაზე მეტად საცხარული ისაა, რომ ნავროზის დღესასწაული საქართველოში დამთავრდა. მსოფლიოში ქურთებმა ყველგან აღნიშნეს და ჩვენ საქართველოში ეს დავამთავრეთ. ბევრი ერები მას აღნიშნავენ როგორც გაზაფხულის დღესასწაულს და ახალი წლის დადგომას, მაგრამ ჩვენ მას ქურთები აღნიშნავთ როგორც ერთ-ერთი თავისუფლების დღესასწაულად. დღის სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე რუსთავი 2.gr კურიერი კი გემშვიდობებად 3-მდე ეთერს უთმობ შუადღეს.